რაც უფრო ვითარდება კოსმოსური ტექნოლოგიები და დაკვირვებითი მიდგომა, მით უფრო თამამად მოახლოვდებით ჩვენს მანათობელ და გამათბობელ მზეს. 74 მილიონი კილომეტრი უზარმაზარი მანძილია, რათა რაღაცას დააკვირდე, მაგრამ ეს მანძილი სულაც არაა ასე დიდი თუ დასაკვირვებელი ობიექტი მზეა. სწორედ ამ მანძილზე იმყოფება მზისგან ევროპული ESA-ს და ამერიკული კოსმოსური სააგენტო NASA-ს ერთობლივი ხომალდი Solar Orbiter, როცა მან ჩვენს ვარსკვლავს ახალი სურათები გადაუღო. Solar Orbiter 2020 წელს მზის შესასწავლად გაუშვეს. ხომალდი სწავლობს მზის ქარის მექანიზმს, მისი მაგნიტური ველის კომპლექსურ დინამიკას, მზის ანთებებსა და კორონული მასის ამოფრქვევებს. ეს მისი სამეცნიერო მიზნების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. მისის მიზანთა გრძელსიაში ერთ-ერთია მზის ზედაპირის მაღალი რეზოლუციის სურათების გადაღება. ამისთვის ხომალდი სხვადასხვა ტალღის სიგრძეში მომუშავე სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებს. შედეგად ის თითქმის მზის ფენების ქვეშ იხედება და ადგენს მათ შორის არსებულ ურთიერთობებს. ევროპის კოსმოსური სააგენტო ESA მზის 4 ახალ ფოტოს აქვეყნებს, რომელთაგან თითოეული ჩვენი ვარსკვლავის სხვადასხვა ხეც გვთავაზობს: ხილული სინათლის, მაგნიტურს, პლაზმის და ულტრაიისფერს. სურათები 2023 წლის მარტშია გადაღებული ხომალდის ბორტზე არსებული გერმანული და ბელგიური ინსტრუმენტების მიერ. თითოეული ფოტო 25 სურათისგან შემდგარი კომპოზიტია. ყველა მათგანი ერთსა და იმავე დღესაა გადაღებული. ისინი მზის ყველაზე მაღალი რეზოლუციის ფოტოებია ამ დრომდე გადაღებულთა შორის ახლო მანძილიდან. Solar Orbiter-ის პროექტის მეცნიერის დანიელ მიულერის განცხადებით, მზის მაგნიტური ველი საკვანძოა ჩვენი დედა ვარსკვლავის დინამიკის ბუნების შესასწავლად, უმცირესიდან უდიდეს მასშტაბებზე. ეს ახალი მაღალი რეზოლუციის რუკა, რომელიც Solar Orbiter-ის ინსტრუმენტმა PHI-მ შეადგინა, აჩვენებს მზის ზედაპირის მაგნიტური ველის მშვენებას და ნაკადებს უდიდეს დეტალებში. ამბობს მიულერი. PHI ინსტრუმენტმა ასევე გადაიღო, როგორ მოძრაობს პლაზმა მზის ზედაპირის გარშემო. ლურჯი რეგიონები ხომალდისკენ მოძრაობენ, წითლები კი მისგან საპირისპირო მიმართულებით. ვიზუალურად ალბათ ყველაზე გასაოცარია EUI ინსტრუმენტის მიერ გადაღებული ულტრაიისფერის სურათი. ამ ფოტოზე ჩანს, რა ხდება ფოტოსფეროს მაღლა, სადაც მანათობელი პლაზმა მზის ლაქიდან ამოდის. პლაზმა სუპერცხელია და იმავე მაგნიტურ ხაზს მიუყვება, რომელიც მზის ლაქას აძლიერებს. ფოტოები უბრალოდ საოცარია. ალბათ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს სიცოცხლეზე, სამყაროზე, ბუნებაზე, ევოლუციაზე, სიკვდილზე და იმაზეც, როგორ გაჩნდა ეს ყველაფერი. გამოვყევი კოდის TikTok გვერდზე და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო. გამოიწერე კოდის YouTube არხიც.